წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, ჩვენთან ერთად იმყოფება ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თეოდორაშვილი. დაგლოცეთ, მამა გიორგი, დიდი მადლობა რომ გვესტუმრეთ. მადლობა რომ მომიწვიეთ, ღმერთმა ყველა დაგლოცეთ. მამა გიორგი, ჩვენ მთელი ამ კვირის მანძილზე ამ დღეების მნიშვნელობის შესახებ საუბრობთ. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღეები მარხვის ბოლო პერიოდში, წეგანაც უთხარით მაყურებელს, რომ ბრწყინვალე აღდგომამდე სულ რამდენიმე დღე, კონკრეტულად კი 4 დღე გვაშორებს, თუმცა გასავლელია ეს ეტაპი, გასააზრებელია ვნების კვირად წოდებული დღეების სიმძიმე, მნიშვნელობა. დღეს დიდი ოთხშაბათია და კიდევ ერთხელ ვიდრე ოთხშაბათიდან აღდგომამდე პერიოდზე ვისაუბრებდეთ, შევახსენოთ ვნების კვირის მნიშვნელობა ტელემაყურებელს. რა დღეებია ეს? გეტყობათ გიორგის სახელზე, რომ რაღაცა განიცდით და მწუხარებაა სახელზე და ასეც უნდა იყოს. სამართლიანად გვიწოდებენ ქრისტიანებს ერთი დღესასწაულის მორწმუნეებს. მთელი ქრისტიანობა დგა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე და აქავე დავძენ რომ ხოთ აღდგომას ქვია ბრწყინვალე. სხვა დღესასწაულები არის დღესაბრწყინვალე არ უწოდებთ, არამედ მარტო აღდგომას ქვია ბრწყინვალე დღესასწაული. და ბუნებრივია ამ ბრწყინვალე დღესასწაულს წინ განსაკუთრებული შემზადება უძღვის. 7 დღე. და შეიძლება სამ ნაწილად დავყოთ ეს დღეები. პირველი ნაწილი ეს არის მოსამზადებელი 4 კვირა. შემდგომში არის წმინდა 40, სიმბოლურად 40, იმიტომ რომ იმარხულა მოსემ და იმარხულა იესო ქრისტემ და ბოლო კვირა, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, რომ ვნების პასექი. ეს 7 შეიძლება ჩვენ ცალკე გამოვყოთ და ამიტომაც ვისაუბროთ უფრო განსაკუთრებით ამ ბოლო დღეებზე. წმინდა მამები მარხვას უწოდებენ ყვავილს. ყვავილმა უნდა გამოიღოს ნაყოფი. და შეიძლება რომ ვერ გამოიღოს ნაყოფი, ხო? ამიტომ ყვავილს განსაკუთრებული მოფერება ჭირდება, განსაკუთრებული სითბო ჭირდება და განსაკუთრებული მოვლა პატრონობა ჭირდება, რომ ყვავილი გახდეს შემდგომში ნაყოფი. მე დარწმუნებული ვარ, უამრავი ახსენება მაქვს მოსმენილი, რომ მოსამზადებელი პერიოდი და წმინდა 40 ვერ ვიმარხულეთ კარგად. მე მაგალითად ვერ ვიმარხულე კარგად. აქედან კიდევ დაგვრჩა 7 დღე და არა მარტო 7, უკვე 4 დღე დაგვრჩა, რომ ჩვენ გამოვიღოთ ნაყოფი. აქავე მინდა შენიშვნა შევიტანო, მე მაგალითად ბოლო კვირის დღეებს, ვნების დღეებს ვერ უწოდებ, იმიტომ რომ ორშაბათს მაცხოვარი ახმობს ლეღვის ხეს, ეს ვნება არ არის. ვნება უფრო 4 შაბათს შეიძლება უწოდო და პარასკევს. უფრო მართებული იქნება უწოდოთ დიდი დღეები, თავისი მნიშვნელობით. გავკადნიერდები ელისაბედ და ვიტყვი, რომ ძალიან უცნაურად იქცევა ქრისტე. სიყვარულის ღმერთი წყევლის პოლემიკაში შედის მწიგნობრებთან და ფარისევლებთან. აჩქარებულია ღელავს ტირის გეცემანის ბაღში, ხო? ფეხებს ბანს და ექვემდებარება სიკვდილს. ცოტა უცნაურია ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი ერთ კვირაში ჩვენ მასთან ერთად უნდა გავიაროთ და უნდა მივეხუტოთ ქრისტეს, როგორც იოანე ღვთისმეტყველი გულზე ყავდა მეხუტებული. ძალიან საინტერესოა. არსებობს აქავე დავძენ თანამედროვე საზოგადოება ცოტა ვნებას სხვანაირად უყურებს, ხო? ორი ტიპის ვნებები არსებობს. პირველი მომაკვდინებელი ვნებები არსებობს და ვეძახით კიდევ ყოველდღიურ ვნებებს, ხო? მრუშება, ამპარტავნება, მრისხანება. მაგრამ ქრისტეს არ ქონია მომაკვდინებელი ვნებები, მას ქონდა ბუნებითი უყვედრელი ვნებები. ადამიანის ბუნებას რაც გააჩნია. ადამიანი რომ იბადება ტირის, ხო? ანუ ტიროდა, შიოდა, წყუროდა, ეშინოდა, ხო, იქ ტირის ახლა არ უნდა ეს სასმისი, მაგრამ ევედრება ღმერთს. არიდოს თუ შესაძლებელია. ადამიანური ბუნებას ეშინია. ოღონდ არა ისე როგორც ჩვენ გვეშინია, ხო? მაგრამ პირველ რიგში აყენებს ღვთის ნებას წინ. ამიტომ აი ამ დღეებში თუ ჩვენ ვერ გულისხმა ვყავით, რა ხდება? მთელი წელი ჩვენ შეიძლება ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვიყოთ. და ასევე არ მინდა რომ ჩვენ ვიღაცამ გვიწოდოს არა მარტო ერთი სასწაულის ადამიანები, არამედ ერთი მარხვის ქრისტიანები, ან ერთი კვირის ქრისტიანები, ხო? არავის არ ეწყინოს ახლა. რასაც გულისხმობთ. ხვდებით, ხო? რა ჩვენ დიდ მარხვაში, მაგრამ არა უშავს, ღმერთი შეგვიწირავს. ავაზაკო რამდენი ხანი გასტანა, ხო, ჯვარზე? რამოდენიმე წუთში 60-ში აღმოჩნდა. ამიტომ მაგრამ მე არ მინდა რომ ვიღაცის თვალში ჩვენ ვიყოთ რაღაცა 59 დღე 7 და 1 კვირა ბოლოს კიდევ პლუს ქრისტიანები. თუ არ მოხდა ყვავილის ნაყოფად გადაქცევა, თუ ჩვენ არ მივხვდით რა გააკეთა იესო ქრისტე,
ჩვენ ყველაზე საბრალო ადამიანები ვიქნებით და აი ხედავთ ხოლმე თქვენ ალბათ აღდგომა ღამესვე როგორ კომპენსაციას უკეთებენ კაცები თავის თავს თვრებიან ასე თქვა ძალიან ძიმე მდგომარეობაში რატო იცით რატო იმიტომ რომ ნების ვიდეული არ ესმით რა იყო და როგორ იყო აი უფრო წყალში ყრიან ყველაფერი იმას და აღდგომელ მაცხოვარს ვატოვებთ მე და მივდივართ და ისევ ღორი ტალახიან გუბეს უბრუნდება და ძაღლი თავის ნარწყევს როგორც პეტრე მოციქული ამბობს ამიტომ მე მინდა მადლობა მოგახსენეთ რომ აი ამ ძიმე დღეებზე სასაუბროთ მომიწვიეთ და დავიწყოთ ოთხშაბათიდან ხო წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღე არის ოთხშაბათი და უფრო მძიმე წითელი პარასკევი დიახ დიდი პარასკევი აი ძალიან ფერთხილად იყავით იმ ადამიანებთან ვისთანაც ყველაზე ახლოს ხართ და ვისთან ერთადაც ყოველდღე ტრაპეზობთ აი ყოველთვის მეფეს ღალატობდა ის ვინც მის ღამეს ქოთანს ღვრიდა ვინც აცმევდა და ბანდა მეფეს ვინც ყველაზე ახლოს ვინც ყველაზე ახლოა იმიდან უნდა გეტკინოს ყოველთვის განა ებრაელები ვერ შეიპყრობდნენ ქრისტეს განა გაუჭირდებოდათ გაგება ვინ იყო ქრისტე მაგრამ უნდათ რომ ციხე შიგნიდან გატეხილიყო ხო და დაბრალებოდა მე მისვე მოციქულს და არა სხვა ვინმეს და ბევრი ფიქრი არ დაჭირვებიათ შეარჩიეს იუდა ხო იუდა თვითონ მიდის და მიდის მოლაპარაკება ძალიან იაფად არის შეფასებული კაცობრიობის შემომქმედი განკაცებული ღმერთი 30 ვერცხლი ეს არის მწყემსის წლიური ჯამაგირი წარმოვიდგინეთ რა ცოტა უბრალო მონა ფასდაუდებელი ღმერთი რა ფასად იქნა შეფასებული კაცობრიობამ დღეს უფრო იაფია რომ იცოდეთ რატო იაფი რომ შეიძლება ადამიანმა რამოდენიმე ლარად გაყიდოს ღმერთი მოიტყუოს თუმცა იუდა მხოლოდ ვერცხლის მოყარეობის გამო გაკეთა. რა თქმა უნდა ელისაბედ ჩვენ უფრო ეხლა სიღრმის ეხლა ასე მარტივად არ გვეგონოს რომ ეს ასე ხდება უბრალოდ იუდა დაიღალა ის ხვდება რომ რაღაცა სხვა რამესთან აქვს საქმე სხვა რამე ეგონა ღმერთთან სხვა რამეს ელოდებოდა და სხვა რამე მიიღო თქვენ ალბათ იცით რომ აი ჯერ კიდევ იერუსალიმში რო შედის და თაბორის მთაზე და რო ჩამოდის ესენი ეუბნებიან როდის აღუდგენ ისრაელს სამეფოს აქაური ხელმწიფება უნდათ, აქვე უნდათ რომ გაბატონდნენ და იოანე და იაკობი ეუბნებიან რომ შეიძლება რომ მარჯვენით და მარცხენით შენსა დავждეთ, აი მიწიულ დიდებას ელოდებიან. და ქრისტემ რო დაიწყო საუბარი რომ ჯვარზე გამაკრავენ, ვეუბნები, ვეწამლები და აუდგები, ესენი უკვე ვერ იგებენ აქ რაზეა ლაპარაკი. და კაცი რომელსაც ამხელანდობა ქონდა გამოცხადებული რომ მთელი საფასე გვადრუცი მას ებარა, ფული არ აკლდა იუდას. არ აკლდა ფული იუდა, მაგრამ უბრალოდ მას რაღაც სხვა რამე უნდა უკვე ფაქტიურად აი ძალიან ბევრი ადამიანს რო კითხო ელისაბედ ეხლა რომელიც სამსახურში იტყუება იპარავს და რაღაცა საშავებს შეიძლება ვერ აგეხსნათ რატო აკეთებს ამას აი შეიძლება არც უნდა ძალიან მაგრამ ჩვევაში აქვს შეიძლება უმადურია შეიძლება უბრალოდ რაღაც გარკვეულ სიამოვნებას ანიჭებს მაგრამ რო დასვა და აუხსნა ამიხსენი რატო აკეთებ ამას ვერ აგიხსნის დღეს ასევე არის იმ ნელსაცხებლე დედის ხსენებაც და განადიდებს ეკლესია იმ დედაკაცს რომელმაც ძვირადღირებული ნელსაცხებელი აბკურა იესოს და ამის გამო სტრტვინავდა იუდა აი პარალელი რომ გავავლოთ დღესაც ძალიან ბევრს გაგვახსენებს ბევრი სტრტვინავს როდესაც ნახარებლები იოანე ამბობს რომ ეს იყო იოანესთან წერია რომ ეს იყო მარიამი ლაზარეს და ორი მოციქული ამბობს რომ ეს იყო ცოდვილი დედაკაცი. ამას არსებითი ნიშნულობა არ აქვს და ისეთი საინტერესო მომენტია დაფიქსირებული, რომელიც თითქოს ყოველდღე ჩვენ წინ გვხვდება. ძალიან ძვირი ღირებულების ნარდი ესეთი სურნელოვანი მცენარეა 300 დრაქმანი ჩვენ თანამედროვე ეკვივალენტზე არის დაახლოებით $200,000 $200,000-ზე ლაპარაკი. იყო ასევე ძვირფას ჭურჭელში. და ამ დროს იუდა როგორც ჩვენი თანამედროვე ძალიან ბევრი ადამიანი აღშფოთდება და იტყვის ხომ ჯობდა რომ ეს თანხა გაიცეს გაჭირვებულებზე და იქავე დასცენს מחარებელი რომ ამას გაჭირვებულების გამო კი არ ამბობდა, არამედ მპარავი იყო და მას ებარა ეს თანხა და აქ მაცხოვარი მინდა რომ ყველას გასაგონად გავიმეორო, გარკვევით ამბობს რომ გაუშვი რასაც აკეთებს გააკეთოს, რომ როცა მე ვიქნები მოხსენებული, ეს ქალბატონი ყოველთვის იქნება მოხსენებული და თქვენ გლახაკები ყოველთვის თქვენ თვალწინ გეყოლა. მე კი არ წინასწარ რომ გაჭირვება სულ იქნება ქვეყანაზე და თუ ვინმე ეკლესიას რამე ძვირფასეულობას წირავსო გაუში შეწირონ. იმიტომ იყო ადრე ოქროს ბარძიმ ფეშხუმი და ვერცხლის ბარძიმ ფეშხუმი იყო და საღვთო შესამოსვალი ყველაფერი იყო ძვირფასი. მე არა იმას კი არ ვიძახი რომ ღუდელები ძვირფასი მანქანებით უნდა დადიოდნენ მეთქი, არამედ საღვთო რაც არის და წირვა და ლოცვას რაც ეხება შესამოსელს აქ იმაზეა ლაპარაკი და არა ძვირფას ნივთებზე
რომელსაც ესე თქვა ზოგი თავს იმართლებს, რომ აი მაგალითად გუშინ ჩემთან იყო დედაო სტუმრად, დედა სერაფიმა, რომელიც ორსკში მოღვაწეობს, ჩემ სულიერ დედოფლის ვეძახი ამ ადამიანს და ეპისკოპოსი სამარშრუტო ტაქსით მიდის თავის სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, აი დაქირავებული აქვს თან ეპარქიას ემსახურება მარშრუტკა და იმით გადაადგილდება და ყოველას უკვირსო საქართველოში ატოდადიან ძვირფასი ჯიპებითო სასულიერო პირები. ახლა მე რაც მითხრეს იმას ვიმეორებ და მართალიც არის ფაქტიურად, ხო? როცა ერი გაჭირვებაშია, ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ კარგად? ნუ ხეს პატარა ჩართვა გავაკეთე, რომ ვიღაცებს გული დაუამოა ძალიან რო გლანძღავ. ანუ ოთხშაბათი არის გაცემის დღე და მოგეხსენებათ, რომ ოთხშაბათი პარასკევი ყოველთვის არ არის მართლა. დიახ, მამა გიორგი, უსასრულოდ შეიძლება ალბათ თავისი სიღრმიდან და შინაარსიდან გამომდინარე თითოეულ დღეზე საუბარი, თუმცა გარკვეულ დროში უნდა ჩავეტიოთ, ამიტომ მოვასწროთ ხუთშაბათზეც და პარასკევზეც საუბარი, საინტერესო იქნება ეს ტელემაყურებლებისთვის. ძალიან საინტერესო რამ ხდება უკვე ხუთშაბათს. თუ კი რამ ყველაზე დიდი არსებობს ამ სამყაროში, ეს არის ევქარისტიული კავშირი მაცხოვართან, რომელიც ყოველთვის, ყოველ ტრაპეზზე ხელახლა დაიკვლება თითოეული ჩვენგანისთვის და შეიწირება მსხვერპლად ის აძლევს კაცობრიობას ადამიანებს თავის სისხლსა და ხორცს და უბარებს მათ, რომ ჩემს მოსახსენებლად ამას აკეთებდეთ. აი ამ დღის სიმბოლოზე ამ დღის მნიშვნელობაზე. სანამ ხდება სერობა, მანამდე ფეხდბანვა ხდება, ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია. უდიდესი მაგალითი თავდაბლობისა, ხო? რომ ჩვენ ზიარებას თავდაბლობით უნდა უდგებოდეთ და მათ მოგესწრებათ, რომ სამებაში პატრიარქი ფეხებს ბანს 12 სასულიერო პირს. სიმბოლურად დავძენ, რომ საიდუმლო სერობა ქვია, იმიტომ რომ მხოლოდ მოციქულებისთვის არის და აქ უნდა გამომჟღავნდეს კიდევ ერთხელ ღმერთის ზრუნველობა იუდაზე. აქ არავის არ ეგონოს, რომ მაცხოვარმა არ იცის რას აკეთებს იუდა და არ ზრუნავს მასე და მან განაძევა თითქოს, არა, იქ აყავს ბოლომდე, მაგრამ აცხადებს. აი ჩვენ ქადაგებასავით უნდა მივიღოთ, ხშირად ბევრი მოძღვარი ქადაგებს და ეუბნება ამ რეულს, რომ თქვენ სოდვილები ხართ, ამ მდგომარეობაში ვარ და ზოგი ფიქრობს, რომ ჩემზე კი არ ქადაგებს, იქ ვიღაც სხვაზე ქადაგებს, რომ ერთ-ერთი თქვენთაგანი გამცემს მე და პეტრე და ყველა მაშინ შეშფოთდებიან და მე ხო არა უფალო, იუდა ჩვენთ არის. შიში ამბობს ქრისტე, რომ აი ვინც ჩემს პინაკში, ანუ თებში ხელი ჩამიყოფს და მივაწვდი ლუკმას, აი ის და პირველი ყოფს იუდა, ხო? წარმოვიდგინე პირდაპირ თქვა ქრისტეს, რომ აი იუდა, პეტრე გაგლეჯავდა შუაზე იუდას, ხო პეტრე ძალიან ისეთი იყო მოშურნე, ხანჯლი დადიოდა. ხო. ანუ ეს არის ბოლო ზრუნველობა იუდაზე, აზიარა ქრისტემ, მაგრამ წერია რომ იქ ეშმაკი შევიდა მასში. რატო შევიდა იცით ეშმაკი? ბოლო შანსი გაუშვა ხელი და მას შეეძლია თქვა, რომ მე შენ გაგეცი უფალო, მაგრამ შემინდე. იმდენად დაცემულია იუდა და აქ არის კიდევ გასამახვილებელი ყურადღება იმაზე, რომ იუდები კიდევ იქნებიან. არიან ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არიან, მაგრამ ეკლესიაში არ არიან. რაღაცა დოზით ყველაში არის იუდას ფენომენი, ხო? ყოველ კვირა ეზიარებიან, მაგრამ არ არიან ჩვენთან. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ისინი ვინ ჩვენიდან გავიდნენ, არც მაშინ იყვნენ ჩვენიანები, როცა იყვნენ ჩვენთან. მაცხოვარმა ბოლო ზრუნვა აღასრულა, თავისი ხელით აზიარა იუდა და იუდაში შევიდა ეშმაკი, გადის და მიდის, ასე ვთქვათ, და უკან მიუყრის იმ 30 ვერცხლს. ესეც გასათვალისწინებელია ძალიან და რატო? ძალიან ბევრი ადამიანი მოდის დაცხადებს, რომ მე მოვიპარე კი ბატონო ვიმრუშე, ეს გავაკეთე, ის გავაკეთე. აღიარებს წულს, მაგრამ ცხოვრებას არ ცulis. იმედი არა აქვს, რომ ღმერთი აპატიებს ამას. იუდას ეგონა, რომ იმდენად ცუდად მოვიქეცი, რომ ღმერთი არ მაპატიებს. სასოება დაკარგა, აი სასწარკვეთილება იმიტომ არის მომაკვდინებელი სოდვა, რომ მან ეს თანხა უკან კი მიუყარა, აღიარა რომ მივეცი სისხლი მართლისა, რომ უკანდა დაბრუნებულიყო. მაგრამ იმედი აღარ და დაჩოქილიყო მაცხოვართან და ეთქვა რომ მე გაგეცი, მაგრამ ვინანიებ და მაპატიე. აი ეს შეიძლება იუდას. მამა გიორგი ზოგიერთი ადამიანი რომ ამბობს, რომ აი მე დავბრკოლდი თქვათ ამა თუ იმ მოძღვრის ან სასულიერო პირის ცუდი საქციელით, თქვათ შეიძლება ღალატით, გამცემლობით და ასე შემდეგ. ხო, იგივე იქნებოდა მაშინ ქრისტიანებს რომ ეთქვათ, რომ აი იუდას გამცემლობის გამო ჩვენ უარს ვამბობთ ქრისტეს. ანუ აი ეს პარალელის გავლება შეიძლება. რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ გითხარით, რომ თუ რომელიღაც სასულიერო პირი მოწოდების სიმაღლეზე არ აღმოჩნდება იუდასავით, შენ არ უნდა მიატოვო ეკლესია და შენ პირიქით უნდა გულისხმაყო, რომ მე ხო არ ვიქნები შემდეგი უფალო. მე ხო არ გაგცემ შემდგომში. ზოგს გონია აი საძესღარი იუდამ გასცა და ძალიან ზოგიერთი მრევლი ესეთი პოსტები ვნახე, რომ სასულიერო პირმა გასცა და არა მრევლმა, აქ რა შუაშია. ხო ხვდებით ესე იგი, აი სასულიერო პირი იყო, ის მოციქული იყო და ჩვენ რა შუაში ვართ.
იუდა ყოველას ჩვენთაგანში შეიძლება ცხოვრობდეს. პავლე და იუდა და პეტრე ყველგან არის. ყველგან და ავაზაკიც ხო აი პარადოქსია, როგორი დისონანსია თითქოს იუდა, რომელიც ქრისტეს ძალით აღასრულებდა სასწაულებს, იცხოვრა ქრისტესთან, ფიზიკურად ხედავდა მას, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი და ის ვერ იღებს ქრისტეს, ანუ სხვა რაღაცას ელოდება ქრისტესგან და ავაზაკი როგორ იცხოვრა, ხო? და მისი გამოხსნა, მისი აღიარება და ღვთისმეტყველებს, ხო, ჯვარზე გაკრული ავაზაკი და ეუბნება საოცარ ამას მაცხოვარს, რომ სასუფეველსა შენ სამომიხსენე მეუფალდეს მოხვიდეს უფლები და შენი და იღებს როგორ ნუგეს მაცხოვრისგან. აი აქ რამდენად სამოთხეს იღებს გიგო. და ძველი აღთქმის მამამთავრებს შეუძღვება. სამოთხეს არის, ხო, წარმოიდგინე გაოცებულები რო უყურებენ აბრაამი და მოსე ავაზაკი რო შედის. და წარმოვიდგინეთ რა არის საინტერესო რომ ჩვენ ელისაბედ და გიორგი ადამიანებში იუდა არ უნდა ვეძებოთ. თორე ვიპოვნეთ იუდას. პეტრე და პავლე უნდა ვეძებოთ ადამიანებში და არა იუდა. დრო არ მინდა რომ შემოგველიოს და გავაგრძელოთ. ძალიან საინტერესოა ზიარების შემდეგ ფეხები დაბანა და დაგვიბარა რომ ამას ყოფდეთ მოსახსენებლად ჩემ და გვაჩვენა რომ ზეკაცისა მოვიდა არა იმიტომ რათა ემსახურონ, არამედ რათა იმსახუროს. გადის გეცემანის ბაღში. ძალიან საინტერესოა ეს ბოლო ლოცვა. წინა ეთერშიც გითხარით რომ ადამიანი როცა აღესრულება ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს. ქრისტე ყოველთვის სიმართლეს ლაპარაკობს, მაგრამ განსაკუთრებულად უნდა რაღაცა დაგვამახსოვრდეს. სამი გამორჩეული მოციქული მიყავს, პეტრე, იაკობი და იოანე. ტირის ლოცულობს, სისხლად გადაიქცევა მისი ოფლი და ევედრება ღმერთს რომ ეს სასმისი აარიდოს. გამოდის და რას ხედავს? ზინავთ მოციქულებს, აღვიძებს და ეუბნება რომ ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში, სული მხნია და ხორცი უძლური. ეს უნდა დავიმახსოვროთ ყველა. ყველა განსაცდელში უნდა ვილოცოთ, რომ სული მხნია და ხორცი უძლური. და აი ამ ყველაფრის მერე დღეს მოგეხსენებათ ხვალ საღამოს საკითხული იქნება 12 განსაკუთრებული სახარება ამის და აი ამ დიდი მოვლენას მოსახსენებლად გვიტოვებს საყდელმთავრო ლოცვას. ასე ევედრება ღმერთს რომ ვინ შენ მომეცი არავინ არ წარწყმედულა გარდა დაღუპვის ძისა, ანუ იუდაზე აქვს საუბარი და როგორც მე და შენ გვიყვარს ერთმანეთი, ისე უყვარდეთ ამათ. რაც ესე იგი შენი ვინ შენ მომეცი არ დამეკარგავს და ეს საინტერესოა ის არის რომ იყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე მამამ შემიყვარა. და ამის მერეო თხოვეთო ჩემი სახელით და მე შეგისვა. აქამდე არ გითხოვიათო, ახალ მცნებას გაძლევთო მე თქვენ, იყვარებოდეთ ურთიერთას და ახაც თხოვთო მამასო ჩემი სახელითო, მე ყველაფერი წარმოგიდგენთ, მამა რო ყვდება. დედა რო ყვდება და გეუბნება რომ ამის მერე, რასაც ამ თხოვ, მე ყველაფერს შეგისრულებ. დედა და მამა ყველაფერს გვისრულებენ, რაც შეუძლია და სიკვდილის წინ გეუბნება. რომ აი ამის მერე რაც გინდა სთხოვო მამას ჩემი სახელით ყველაფერს შეგისრულებ. აი ამაზე მეტი რა უნდა გითხრას. მამა გიორგი, ყველაზე მძიმე დღე წლის განმავლობაში დიდი პარასკევი, ნების პარასკევი, ძალიან ბევრი შეკითხვა შეიძლება დაისვას ამ დღესთან დაკავშირებით. მაცხოვრის სიტყვა ჯვრიდან, ასევე დედა ღვთისმშობლის განცდები, როდესაც ის უყურებს საკუთარ შვილს ჯვარზე გაკრულს. წმინდა იოანე ნათლის წმინდა იოანე ღვთისმეტყველისადმი უფლის მიმართვა. სად არიან ამ დროს სხვა მოციქულები? რა განცდები აქვთ მათ? როგორ მდგომარეობაში არიან? შევეცდები ძალიან კომპაქტურად გითხრათ, რაც მთავარი ემაზე გავამახვილოთ ყურადღება. მე-4 საუკუნეში ორი ისიხასტი მამა, შეიძლება თქვას, რომ ისიხაზმი არ იყო მაშინ მდუმარე ლოცვაში, ერთმანეთს ხედავენ, რომ თვალზე ცრემლი მოუვიდა და სად არისო მამაო, შენი გონება და ჯვარცმასთან ვარ და უყურებ დედა ღვთისმშობელს, რომ ცრემლი გაუშვրա დედა ღვთისმშობელს, რო ხედავს მისი შვილის წამებას. საინტერესო სიტყვებია ყველაზე დამახსოვრა, აღსრულდა ჩვენი გამოხსნა აღსრულდა და მიუტევე რამე თუ მათ არიციან რას აკეთებენ. აი ეს დავიმახსოვროთ, ყველაზე ძალიან როცა ვიტანჯებით და ჩვენ ეს სოფელი გაგოყარავს ჯვარზე, მიუტევოთ და გვახსოვდეს რომ მაცხოვარმა დაითმინა ეს ყველაფერი თვითონ პირველ რიგში და რაც მთავარია არ დამავიწყდეს, იქ დგა იოანე და იქ დგა ღვთისმშობელი. სხვა ყველა დამალული და გაპარულია. და ეუბნება ერთადერთი მოციქული. ღვთისმშობელს ეუბნება, დედაო, აი შვილი შენი. და ძეო აი დედა შენი. წარმოვიდგინეთ ეკლესია და იოანეს და მაცხოვრის ყველა მიმდევარი დედა ღვთისმშობელს ჩააბარა იესო ქრისტემ ჯვარცმის წინ ზრუნავს ჩვენზე, ანუ იმ ხალხზე, ვინც ჯვარზე გააკრა და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ არ დავჩეთ აი ამ გამოხსნის მსხვერპლის, ასე თქვა, დაფასების გარეშე. და განსაკუთრებით წითელ პარასკევს. აფრიკაში იყო ტომი ელისაბედ, რომლებიც წითელ პარასკევს არ ჭამდნენ და პირზე იცვავდნენ მას ძმარს.
რომ რამე ცუდი სიტყვა არის თქვა, ხო მოგეხსენებათ მწყურის თქვა ქრისტემ და წყალიც კი არ მიაწოდეს და ღრუბელსდი დაასრულეს და ძმარი მიაწოდეს, რომ ადამიანმა წყალიც კი არ მისცეს იესო ქრისტეს. საინტერესო ფილმია იუდა ბენ-გური ორსერიანი, თუ ნახავთ ძალიან საინტერესოა. ერთი ადამიანი რომელიც კოლონიაშია რაღაც მიყავდა დავარდება წყალი უნდა და ქრისტე გამოეცხადება და წყალს დაალევნებს და მე ხედავს რომ იესო ქრისტე არ იცის ვინ არის და მიყავთ გოლგოთაზე და ამას უნდა რომ დაალევინოს წყალი მერე ქრისტეს და ვერ დაალევნებს გონი წყალს. ანუ ყველაფერი გააკეთა იესო ქრისტემ აღესრულა ჯვარზე და მესამე ჟამზე, ანუ შუადღისით გარდამოხსნა რო არის ხოლმე ჩვენთან 2 საათზე, ადამიანური სულით ჩადის ჯოჯოხეთში და ეძებს ადამიანს. ეს არის ძალიან საინტერესო. მოგეხსენებათ რომ 64-ში ადამიანი რო შესწოდა, ღმერთი ეძახის, ხო? ადამს სადახარ და იმალება ბუჩქებს უკან და ეხლა რო ჩადის ღმერთი, იმდენი ადამიანი წარმოიდგინე, ამდენი სული იქნებოდა, ხო? და ეხლა განა არ იცი სად არის ეხლა, ხო? ეხლა ღმერთს არ ჭირდება ფანარი აანთოს ან კვარი რო სადახარ, ხო? ჯოჯოხეთში ჩადის და ეძახის ადამ სადახარ ეხლა მაინც და თქვენ აღდგომის ხატი მოგეხსენებათ ჯვარზე დგა ქრისტე მოდუნებული ხელები უკვე ჭაღარაში არიან შევერცხლილები ადამი და ევა და ამოყავს ეს ჩვენი პირველი მატრიარქი და პირველი პატრიარქი და აფრიალებული აქვს მოსასხამი აი ძალიან თქო დააკვირდეთ ძალიან ბევრი ხატებია კათოლიკური და აი რო გამოდის საფლავიდან ქრისტე და რაღაცას მიდის ეს არ არის მართლმადიდებლური არა ბიზანტიური ხატი ისიც ჩვენთან არის გადმოსული ეს არის როცა დგა ჯვარზე და ამოყავს ადამი და ევა და უკან აფრიალებული აქვს მოსასხამი ანუ ამოყავს და ეს მარადიული პროცესია სულ ამოყავს ერთხელ კი არ მოხდა და ერთხელ კი არ ჩავიდა ხო ეს არის მუდმივი პროცესი და რამდენად მნიშვნელოვანია მამა გიორგი აი ამ დღეებში როცა მეტნაკლებად ვახერხებთ ჩვენ თავთან დარჩენას ფიქრს თანაგანცდას იმ დღეებისას და გააზრებას რა გამოუთქმელი რამ გააკეთა ღმერთმა თითოეული ჩვენგანისთვის რომ ეს არ იყოს ერთჯერადი აქტი თქვათ და მცირეხნიანი განცდები და ეს მუდმივად გვახსოვდეს რომ ეს პროცესი არ სრულდება და მხოლოდ ვნების ამ დღეებში კი არ გვახსოვდეს და კვირის ამ დღეებში მთელი ცხოვრება გქონდეს ეს განცდა მაშინ როცა ჩვენ ცოდვების აღიარება გწვენია და გწვენოდეს ჩადენა და არ აღიარება ხო მაშინ როცა ჩვენ ჯვარს ვაცვამთ ამ ადამიანებივით როცა ჩვენ ცუდ საქციელს ჩავდივართ წლის ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ წუთს და წამს როცა ჩვენ უარს ვამბობთ ქრისტეზე და ვირჩევთ ბოროტებას. როგორც ყოველთვის კარგი ჩართვაა გიორგი და მე არ მინდა რომ ვნებიშვიდეული პოსტსტრიქტუმი იყოს ჩვენი ცხოვრების რა. ჩვენი მოღვაწეობის პოსტსტრიქტუმების ბოლო არა. რატო თუ კი კვირა ყოველთვის არის აღდგომის სახე. ოთხშაბათი და პარასკევიც ხო მარხვა ხო? კოცონი რომელიც კვირას საკურთხეველში აინთება აღდგომის კოცონი. მე არ ვიძახი იქიდან ჩამოტანილ ცეცხლს. მთელი კვირები ანთია და ყოველ კვირა დავდივართ ეკლესიაში. ამიტომ მოდი რა სიმბოლურად ყოველთვის ეს ოთხშაბათი პარასკევი მაინც იყოს გაცემა და ჯვარცმა რომ გვახსოვდეს კვირა დღე და დამერწმუნეთ რომ ჩვენზე კარგი ადამიანები არავინ არ იქნებიან მაგრამ სამწუხაროდ გიორგი ისე გავაგრძელებთ ცხოვრებას როგორც სხვა დღეებში და აქავე მინდა დავზინო ელისაბედ არ დამავიწყდეს ხალხო რომ აი ამ კვირას იმის მაგივრად რომ ამაზე ვიფიქროთ რას თქვენ მითხარით ჭარხლის მოხარშვაზე და კვერცხების შეღებაზე ვფიქრობ. ჭარხლზე ვიღა ფიქრობს მამა გიორგი. აი ხა დადებენ Facebook-ზე ნახავთ აი ნახეთ რა ლამაზები გამომივიდა როგორ შევღებ ედიშერ ჭელიძეს სიგნეა გამოსული შეიძლება ჩაქოლონ ამის გამოვედიშერი რა. ვიდაპირ წერს რომ ამაზე არსად არაფერი წერია და ნუ წითელ პარასკევს ნუ გადახვალთ ამ კვერცხების ღებვაზე და ხარშვაზე და შეწვაზე ხალხო რა ყველაფერს დაანებეთ ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი საინტერესო საუბრისთვის და წინასწარ გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს ამ დღესასწაულს მხოლოდ 4 დღე გვაშორებს და მინდა რომ მოგილოცოთ ყველაზე ძვირფასი ორი სიტყვა გვეთქვას ყოველთვის რომ ქრისტე აღდგა ჭეშმარიტად აღდგა ამაზე ძლიერი სიტყვები არ არსებობს მომავალ შეხვედრამდე შეხვედრამდე შევახსენოთ მაყურებელს რომ ჩვენ გადაცემის სტუმარი გახდათ ნარიყალოს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი